უძველესი ქართული ჭედურობის ნიმუშების დიაგნოსტიკა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გრძელდება. პროექტის კვლევითი ნაწილის ხელმძღვანელმა გემოდოგმა ია ახვლედიანმა ცენტრის თანამშრომლებს, მეცნიერებსა და დაინტერესებულ პირებს ამ დროისთვის არსებული შედეგები გააცნო. სპეციალისტის განმარტებით პროგრამის ფარგლებში ძვირფასი თვლებით მოჭედილი 17 ყდა და 1 კისა შეისწავლეს. საერთო იდენტიფიკაცია კი 862 ქვას ჩაუტარდა. ძვირფას თვლებთან დაკავშირებული ტერმინები და კვლევის დროს გამოყენებული სახელწოდებები, ჩატარებული სამუშაოს სტატისტიკა და დიაგნოსტიკის სირთულეები. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ია ახვლედიანმა საკუთარ მოხსენებაში ისაუბრა. მე-11-13 საუკუნეების მოჭედილ ყდიანი ხელნაწერების დეტალური შესწავლა და დიაგნოსტიკა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ოქტომბერში დაიწყო და 6 თვეს გაგრძელდება. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ორი მიმართულებით ვითარდება. პირველი ეს არის ყდების დიაგნოსტიკა, მეტალის შემადგენლობის შემადგენლობის განსაზღვრა და ამ მიმართულებით პროექტში ჩართულია იტალიური რესტავრატორი მარია კრისტინა პასერი. ხოლო მეორე მიმართულება ითვალისწინებს იმ ძვირფასი თვლების დიაგნოსტიკას, მათი რაობის დადგენას, სამეცნიერო კვლევას, რომლითაც შემკულია ხელნაწერები. და სწორედ ამ მიმართულებას ეძღვნება დღევანდელი სემინარი. ჩემს სამუშაო იყო ქვების იდენტიფიკაცია, ძვირფასი ქვები, ძვირფასი და აიძულების მეთოდების, რომლითაც იყო შემკული მათი იდენტიფიკაცია, მათი დაზიანებების გამოვლენა და შემდგომი რეკომენდაციები ჩემი სამუშაო ამითის ხუთზე. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის, ქართველებისთვის და არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს კულტურისთვის. ეს დაახლოებით 50 სახარება ამ პროექტის ფარგლებში იქნება. ეს ჩვენი პროექტი აქცენტი ალბათ შეგვიძლია თქვა, რომ აქცენტი იქნება 3-ზე, იმიტომ რომ 3 არის UNESCO-ს სიაზე.